საქართველოს პარლამენტთან აქციები გრძელდება, მთავარი მოთხოვნები უცვლელი რჩება, დაინიშნოს ხელახალი არჩევნები და გათავისუფლდნენ მიმდინარე მოვლენების დროს დაკავებული ადამიანები. რუსთაველის გამზირზე აქციას მსვლელობით და შეძახილებით შეუერთდნენ ის პირებიც, რომლებიც მანამდე საზოგადოებრივ მაუწყებელთან იყვნენ შეკრებილები. პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე ოპოზიციონერი პოლიტიკოსებიც იმყოფებოდნენ. საპროტესტო აქციების მონაწილეების შეფასებით ხელისუფლებამ 28 ნოემბერს გამოცხადებული გადაწყვეტილებით ევროინტეგრაციის პროცესი შეაჩერა და კონსტიტუციის 78 მუხლი დაარღვია. რუსთაველის გამზირზე შეკრებილები ევროპული მომავლისთვის საფრთხის შემცველია ამბობენ, ამას და საგარეო კურსის ცვლილება დაფასებენ განცხადებას, რომლის მიხედვითაც 2028 წლამდე ხელისუფლება ევროკავშირის წევრობაზე მოლაპარაკების გახსნის საკითხს დღის წესრიგში არ დააყენებს. კითხულობ ხოლმე Facebook-ზე პირველი არხის მაყურებლის კომენტარებს და მართლა გული მისკდება იმაზე, რომ გონიათ, რომ აქ ვდგავართ, ანუ სატანისტები და რა ვიცი, რაღაც საშინელი სიტყვებით მოგვიხსენიებენ დედის სტოლა და მამის სტოლა ხალხი და მართლა გული მტკივა ხოლმე, რომ იმ ხალხს ნაწილს გულწრფელად ჯერა, რომ ჩვენ აქ ვდგავართ ძალადობისთვის, ძალიან გთხოვთ, გეხვეწებით, იყავით მეტად ინფორმირებულები, დააკვირდით, მით უმეტეს თუ თბილისში ხართ, გამოდით თქვენით ნახეთ, რეგიონებიდან არის ძირითადად კომენტარები, იქნებ დაურეკოთ ნაცნობს. იქნებ როგორღაც მეტი ინფორმაცია მიიღოთ, რომ არანაირი ძალადობისთვის ჩვენ არ ვდგავართ, ვდგავართ სიყვარულისთვის და ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის.